მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. ეს თეთრი კარავია და დღევანდელ გადაცემას მე გავუძღვები, ბატონი დიმიტრი. დღეს გაგაცნობთ საუკეთესო კერძების რეცეპტებს, რომლებიც ჩვენმა მსმენელებმა გამოგვიგზავნეს სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან. მაშ ასე. მოგესალმებით, მე ვარ ეკა 47 წლის. დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემი საყვარელი სამარხო რეცეპტი. ჭარხალი კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ. ნახარში არ უნდა გადავასხათ, უნდა შევინახოთ. როდესაც მოიხარშება, გავფრთხვნათ და დავჭრათ. ლამაზი საჭრელით დავჭრათ, ჯობია. ცოტაოდენი ჭარხალი ნახარში ჩავასხათ ჭურჭელში. ჩავამატოთ ბლომად ტყემალი, ცოცხალი ქინძი, ცოტა ქონდარი, უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა, პილპილი და ცოტაოდენი ძმარი. ასევე ჩავაჭყლიტოთ რამოდენიმე კბილი ნიორი და დავამატოთ ალყა დაჭრილი ხახვი. ჩავამატოთ შინდის ან ალუბლის წვენი. ეს ყველაფერი კარგად გავხსნათ და გემო გაუსინჯოთ. მოტკბო, მომჟავო გემო უნდა ჰქონდეს. ბოლოს ჩავაწყოთ მოხარშული ჭარხალი და ამოურიოთ. გემრიელად მიირთვით. ვაგრძელებთ ხმოვანი წერილების მოსმენას. გამარჯობათ მეგობრებო, მე შემოგთავაზებთ ერთ რეცეპტს. მე ვარ მაია 60 წლის. პირველ რიგში გააკეთეთ სოუსი. ჯამში მოათავსეთ თაფლი, დიჟონის მდოგვი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი და აურიოთ ერთმანეთში, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება. ბრუსელის კომპოსტო გარეცხეთ, შეგიძლიათ ცოტა მოწალოთ, დაჭერით წვრილად და მოათავსეთ ჯამში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ბროწეული. ასევე თუ მარხვა არ არის, შეგიძლიათ დაუმატოთ გახეხილი პარმეზანი და კარგად აურიეთ. სულ ეს იყო. აი კიდევ ერთი ხმოვანი წერილი უნდა მოგასმენინოთ. მოვამზადო დედაჩემის რეცეპტით უგემრიელესი საცივი. პირველ რიგში უნდა მოვხარშოთ ქათამი, მოხარშვის დროს ვუმატებ ხახვს და სანამ ქათამი იხარშება, ახლა კარაქში მოვთუშავ ხახვს. ცოტა რომ აკლია ისეთ ქათამს, შევდგავ ღუმელში 200 გრადუსზე და მოკლედ კარგად დავბრაწავ. ჯამში მოვათავსოთ ნიკოზი, 2 კბილი ნიორი და 1 სუფრის კოვზი საცივის საკმაზები, რომლის შემადგენლობაში შედის უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, წითელი წიწაკა, ქინძი, პილპილი და მარილი და ნელ-ნელა ვუმატებ ახლა ბულიონს. ახლა დავუმატებ ჩვენს მოთუშულ ხახვს. ამასაც კარგად გადავურევ. ესე იგი ბულიონს ვუმატებ ნელ-ნელა. სისქეს აკონტროლებთ სურვილისამებრ და მოვათავსებ ესე იგი სასრულ ჭურჭელში ქათმის ნაჭრებს და ზემოდან მოვასხავ ჩვენს მომზადებულ ნიგვზიან მასას. და ესეთი ჩვენი გემრიელი სადილი მზად არის. გემშვიდობებით შემდეგ გემრიელობამდე. კიდევ ერთი ხმოვანი წერილი უნდა მოგასმენინოთ. გამარჯობათ, მე ვარ მაია 55 წლის. მოგესალმებით თეთრი კარავის მსმენელებს. მინდა შემოგთავაზოთ შპროტის სალათის გემრიელი და ბიუჯეტური რეცეპტი. ავიღოთ 5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი და მოვხარშოთ. მოხარშული კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად და მოვათავსოთ ჯამში. შემდეგ გავხსნათ შპროტის კონსერვი და მოვათავსოთ ამ მოხარშული კარტოფილის თავზე. ავიღოთ ხახვი, დავჭათ ალყა და ფენად მოვაფინოთ ამ შპროტის სალატს. თუ მარხვაზე არ ახართ, შეგიძლიათ დაამატოთ მოხარშული კვერცხი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გემრიელად მიირთვით. ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა მეგობრებო. მე ერთი კვირით გემშვიდობებით. აბა, მომავალ შეხვედრამდე. მოგესალმებით მეგობრებო.
ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. დღესაც ჩვენი ეთერის მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია. აი, უკვე ვიღაც გვიკავშირდება. გისმენთ. გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან ხართ, რამდენი წლით ბრძანდებით? მეგობრებო, მე მქვია ლიანა და 14 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. მალე ვაპირებ დაბრუნებას. რადგან უკვე თითქმის ყველა ის პრობლემა მოვაგვარე, რისთვისაც ამხელა გზაზე წამოვედი და თანაც მე თუ მკითხავ, ჩემს ქვეყანას ქვეყანა არ სჯობს. დიახაც ნამდვილად ასეა. სამშობლოდან შორს ყოფნამ ბევრი რამ სხვანაირად დამანახა და ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი და შეხედულება. ერთი რასაც პირველ რიგში განვახორციელებ, გეგმაში მაქვს, რომ ქალაქის ცენტრიდან, სადაც სამოთახიანი ბინა მაქვს, ქალაქის გარეუბანში გადავიდე. საკუთარ ეზოიანი სახლი უნდა ვიყიდო, სადაც პატარა მიწის ნაკვეთი მექნება. ბაღჩას გავაშენებ, რომ ჩემი ოჯახისთვის საკმარისი ბოსტნეული და ხილი მქონდეს. 1-2 ქათამის მეყოლება, ისეთები კვერცხებს რომდებენ და რაც მთავარია სუფთა ჰაერი. აბა კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით. დიდი მადლობა. აი, ისევ ზარია. გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ახლა მინდა რაღაც თქვა. და ვიცი რომ და ჩამქოლავთ, მაგრამ მაინც უნდა თქვა რა. იმასაც იტყვით, შენი საქმე არ არის და მართალიც რა, ჩემი საქმე მართლა არ არის, მაგრამ რა თქვა, არ შემიძლია. გუშინ სამსახურში გვიან 9 იყო დაწყებული და სახში მივდიოდი და მეგობარმა დამირეკა, რომ მე გოგოები არის, ქალები არიან, ჩამოსულიო რა, რომ ის ავტობუსი მოყვნენ და ვიცნა დახვედრილი იყვნენ, 1 საათი არ იქნებაო რა და თუ არ შეწუხდები თუ სახში დაღლილი არ ახარო, გადიო და იქვე ვცხოვრობ მეც ახლოში და მაგითო დამირეკა. და კი მეთქი არ არის პრობლემა, აგერ ვარ და გავიქცევი მეთქი და მივედი მართლა და გული ჩამწყდა ხალხო. გული ჩამწყდა 6 ქალბატონი, 6-ვე 65-70 წლის. 67 წლის. სად უშვებთ თქვენ დედებს, თქვენს ბებიებს, სად უშვებთ, არ გცხვენიათ? თუ აქ ხეზე დაგიკრიფავს ფულებს და გამოგიგზავნით. რამ გადაგრიათ ხალხო, რამ გაგაგიჟათ ასე? ვიცი რომ გიჭი, ვიცი მე ვინ აქ გალხინებული არავინ არ მოდის, მაგრამ თქვენ წამოგბძანდით. სად უშვებ ამ ხელა ქალს? სად? ან მაგის სამუშაო როგორ იქნება აქ? ძლის დადის ხალხი, არ გცხვენიათ? გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე მქვია ნატო. ვარ 59 წლის. ამ ხმოვანწერილს გიგზავნით შვედეთიდან, კერძოდ კი სტოკჰოლმიდან. სადაც უკვე 11 წელია ვცხოვრობ და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა რომ გაგიზიაროთ. მეგობრებო, პირველი შოკი რაც აქ ჩამოსვლისას მივიღე, იყო ის, რომ აქ თითქმის სულ ზამთარია. მაქსიმუმ 2-3 კვირა შეიძლება იყოს ზაფხული და ისიც ისეთი ჩვენთან სექტემბერ-ოქტომბერში რომ იცის. მაგრამ არ იცით როგორ ემზადებიან ამ ზაფხულისთვის აქაურები. ყოველი დღე ისეთი მნიშვნელოვანია მათთვის და ისეთ დღესასწაულებს იწყობენ, ვერც კი წარმოიდგენთ. ჯერ ხო ყველა ველოსიპედით დადის ქუჩაში და ერთ-ერთ ქალს ვერ ნახავთ, რომ ველოსიპედზე წინ დიდი მოწნული კალათი არ ქონდეს დამაგრებული სავსე ყვავილებით. ამ 2 კვირისთვის აქ ქალები იმდენ ზაფხულის კაბას იმარაგებენ, რომ ყოველი დღე სხვადასხვა ეცვათ. ეს რაც შეეხება ზაფხულს. თავარი აღმოჩენა ჩემთვის მაინც ზამთარში მოხდა. როცა დავრწმუნდი, რომ აქ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ცალკე ოთახი არ ჰქონდეს, იმისთვის, რომ ზამთარი გაიხალისონ და დაი რას გულისხმობ. ნამდვილად სჭირდება ერთი ოთახი იმას, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის ინახება თხილამურები, ციგურები, ციგები და 1000 გვარი ზამთრის გასართობი ტექნიკა იქნება თუ აღჭურვილობა. რა ვიცი, რა თქვა, მართლა ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ბედნიერად გვეცხოვრა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თავარი არ გვაქვს. უნარი იმისა, რომ ყოველი დღე როგორ გავხადოთ ბედნიერი. ეს არ ვიცით და არც გვინდა რომ ვიცოდეთ. ეს არის ჩემი გულისწყობა. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.
ველოდებით თქვენს წერილებს თეთრ კარავში.